წინასაარჩევნო დაპირებების კორიანტელში აურჩეულს 4 წლის წინანდელი ხშირად ახსენდება ხოლმე, თუმცა იქამდე ამ 4 წელში არც დაპირებების შესრულების ნაბიჯ მოკითხვის პრაქტიკაა დიდად დახვეწილი და არც ამ დაპირების გამცემები თვლიან თავს ვალდებულად, ერთგვარი ანგარიში წარადგინონ ხოლმე რა როდის შეასრულეს და თუ ვერ რატო. მეორე ასეთი საკითხი შეგვიძლია გავიხსენოთ და მაყურებელს ჩამონათვალისათვის შეხსენება არც ჩვენგან დასჭირდება არც ერთი ხელისუფალის დაპირებაზე. დღეს მხოლოდ ერთს გამოვარჩევთ ამის მიუხედავად და ფოკუსს ერთ საკითხზე გავაკეთებთ. ეს მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული დაპირება, რამდენად ახდენილი და შესრულებული, ეკაცი მოგურიძე გვეტყვის მეც, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი შემოგვიერთდა სტუდიაში, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დაპირებების შესრულებას ხელისუფლებაში ყოფნა მათ შორის არ სჭირდება სავალდებულოდ, მით უმეტეს როცა პარლამენტშია პარტია წარმოქმნილი და მათ აქვთ ხოლმე რესურსი იმისი, რომ ინიციატივები, რომელიც ამ მრჩევლისთვის არის გაზიარებული, როგორც მათი საპროგრამო ნაწილი, შემდეგ წამოაყენონ. ერთი საკითხია, რამდენად იქნება მხარდაჭერილი საჭირო რაოდენობის მხრიდან, მაგრამ მცდელობები და შესაძლებლობები, რომელიც ამ ერთ კონკრეტულ საკითხს უკავშირდება, კონკრეტულად მედიკამენტებს, როგორ იყო ამ მოწვევის პარლამენტში, რომელიც თითქმის ყველა პარტიის მხრიდან იყო დაპირებად შემოთავაზებული. დიახ, ხანა სწორად აღნიშნე, წამლებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წლებია უკვე დგას. ყოველ შემთხვევაში ამაზე ძალიან აქტიური საუბარი არ ცხრება ხოლმე, არსებობს ცალკეული კვლევებიც, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახების დანახარჯი მაგალითად წამლებზე გაწეული, ზოგადად ჯანდაცვაზე გაწეული და მათ შორის წამლებზე გაწეული დანახარჯი პროცენტულად ძალიან მაღალია. არის სხვა ტიპის კვლევებიც, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანებს მძიმე ტვირთად აწვევათ წამლების ხელმისაწვდომობის პრობლემა და მუდმივად მზარდია ფასები. რაც შეიძლება ერთი მხრივ ლარის კურსთან დაკავშირებულიც იყოს, თუმცა არის ბევრი სხვა მიზეზებიც. ასევე აქ გასათვალისწინებელია მეორე ასპექტი, მეორე მხარე ამ პრობლემის, რომ ეს არის წამლის ბაზარი, ბიზნესი, რომელიც ამ სექტორში ფუნქციონირებს და ბიზნესს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამუშაო, სამეწარმეო გარემო. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება და ყველა ამ ასპექტის გათვალისწინება. მეორე მხრივ ეს საკითხი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არის პარლამენტის მოსაწესრიგებელი, იმიტომ რომ ეხება რეგულირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმას. ბოლოს ასეთი რეფორმა საქართველოში წამლებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გატარდა 2009 წელს, როდესაც ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გახსნეს, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად გაიხსნა ბაზარი, რაც გულისხმობდა იმას, რომ უფრო გამარტივდა წამლების იმპორტი და არ იყო დამატებითი შემოწმებები საჭირო იმისთვის, რომ წამლის ბაზარზე მოხვედრა გაადვილებულიყო. ამან რა თქმა უნდა შესაძლოა გაზარდა წამლებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა მეორე ასპექტი არის ხარისხი, ხო? რისკიანობა იზრდება, როდესაც ვთქვათ, სტანდარტები არის შედარებით, ვთქვათ, მსუბუქ მაკონტროლებელზე. დიახ, ეს და ასევე ის, რომ განმეორებით შემოწმებას აღარ ექვემდებარებოდნენ ეს წამლები, ანუ მთელი არსი ამ რეფორმის 2009 წელს გატარებული ძირითადი არსი იყო ეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო ალბათ, რომ ხარისხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები და პრობლემები გაჩნდებოდა და პრინციპში პარლამენტი არის ის ორგანო, რომელსაც ცალსახად ხელში უნდა აიღო ეს პროცესი, შეესწავლა რა მდგომარეობაა, რა რეფორმები არის საჭირო და ძალიან ბევრ ქვეყანაში ამას არავინ არ უარყოფს, რომ ევროპის ქვეყნებში პრაქტიკულად ყველგან ამა თუ იმ ფორმით წამლებზე ხელმისაწვდომობის საკითხი არის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებული, ანუ რაღაცა ასპექტით ამ ბიზნეს მიმართულებით სახელმწიფოები ერევიან ხოლმე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანებისთვის უფრო მარტივად ყოველ შემთხვევაში ყოველდღიური დანიშნულების წამლებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან მოხდა ის, რომ 2019 წლის გაზაფხულზე მარტში პარლამენტმა დაიწყო ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი. ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, კანონის შესრულებაზე ზედამხედველობა პარლამენტის მხრიდან და მან სცადა, რომ შეესწავლა ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად. აქ გარკვეული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ჩართულობითი იყო და ძალიან ინკლუზიური, ყველა დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა ამ სამუშაო ჯგუფში, თუმცა მეტნაკლებად გარკვეული განხილვები იყო უზრუნველყოფილი და საბოლოო ჯამში ბოლოს ეს ჯგუფი შეიკრიბა 2019 წლის ოქტომბერში, პრაქტიკულად ზუსტად 1 წლის წინ
და ერთადერთი რაც პარლამენტმა მოახერხა იყო ის რომ სამუშაო ვერსია დადო დასკვნის. ანუ ეს მექანიზმი მუშაობს კომიტეტის ფარგლებში და ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ამ მექანიზმს უნდა უზრუნველყო შესაბამისი დასკვნის დადება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს რეფორმის მიმართულებით განახორციელებს. მინდა რა ხა გავავლოთ ზღვარი მედიკამენტებთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ყოფილა პარლამენტში მსჯელობა. ერთის მხრივ იყო მთავრობის მხრიდან ინიციატივა შემოდა, როცა ერთლარიან მედიკამენტებზე პროგრამა ამუშავდა, შემდეგ სია გადაიხედა ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, როცა მთავრობა იყო ინიციატორი, ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობდა სხვადასხვა ჩამოთვალს. მეორეს მხრივ რამდენიმე თვის წინ იყო განხილვა, მათ შორის მედიკამენტების შემოწმებასთან დაკავშირებით, როდესაც ვადების გადახედვა მოხდა. მესამე, როცა 2021 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებული წესები და ასე შემდეგ, ანუ ვერ ვიტყოთ, რომ პარლამენტში ამ თემებზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ ის რაც ახლა შენ საუბრობ, რა მიმართულება არის, რომ არ დარჩეს ჩაბეჭდილება მოყოლებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში როცა ამ თემაზე მსჯელობა მიდის და რეალურად პარლამენტში განცხადებები კეთდება სამუშაო პროცესი არის, ჩვენ ამას ვივიწყებთ ან ვაიგნორებთ ან უგულებელყავთ უბრალოდ ამ ყველაფერს. ანუ რაზე ვლაპარაკობთ, რის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ? აი, წამლებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ყოველთვის ისმის ხოლმე სხვადასხვა ფორმატებში და მათ შორის პარლამენტშიც. მთავრობაში განსაკუთრებით ხო, ანუ მინისტრს გაუკეთებია, მის მოადგილეს გაუკეთებია არაერთი განცხადება და მუდმივად აღიარებენ პრობლემას, ამას არავინ არ უარყოფს და საუბრობენ სხვადასხვა ტიპის გამოსავლებზე, მაგალითად მათ შორის ყოფილა სუბსიდირება და ასე შემდეგ. პარლამენტშიც ყოფილა ასეთი გაჟღერებულა, ესეთი განხილვები ყოფილა, მაგალითად, როდესაც მინისტრთა კაბინეტს ამტკიცებდა პარლამენტი, ჯანდაცვის მინისტრს უსვამდნენ კითხვებს კონკრეტულად ამ მიმართულებით, რას გააკეთებდა და ასე შემდეგ. ყოფილა პროგრამების განხილვაც, ხო, ანუ თუმცა აი პროგრამის მიმართულებით მაგალითად ეს არის კონკრეტული აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი კონკრეტული ინტერვენცია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ წამლებს შეისყიდის სახელმწიფო და შემდეგ ეს ხელმისაწვდომი ხდება ადამიანებისთვის. შემდეგი წლის ბიუჯეტში არ იქნება ასეული, თავისთავად აღარ განიძებნება. რა თქმა უნდა და თან არის ასე რომ ვთქვათ ერთჯერადი ფრაგმენტული მიდგომა, ეს არ არის სისტემური მიდგომა და რეფორმის განხორციელება, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ პარლამენტის მხრიდან პრობლემის დეტალურად შესწავლაზე და ყველაზე დაბალანსებული გამოსავლის პოვნაზე, რომელიც გაითვალისწინებს როგორც ხელმისაწვდომობის აუცილებლობას მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნეს ინტერესებს, რომ მათ არაგონივრულად არ შეეზღუდოთ ამ ბაზარზე ოპერირება. ასევე ხელს შეუწყობს მაგალითად კონკურენციას ამ ბაზარზე. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად 2016, 17 და 18 წლებში პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდებოდა წამლების სუბსიდირების მხრივ და ამაზე დაიხარჯა მაგალითად თვითონ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყო ეს საკითხი განხილული და ეს მონაცემები არის იქ მოცემული, იმედია წლები არ მეშლება. 3 მილიონი პირველ წელს, მეორე წელს დაიხარჯა 10 მილიონი და მესამე წელს 20 მილიონი ლარი. ეს არის რაღაცა ერთჯერადი დროებითი, მე ვიცით რომ პრინციპში არ დახარჯულა, ეს არ არის სისტემური მიდგომა რეფორმისადმი. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ეფექტური და გრძელვადიანი გამოსავალი გჭირდება, როდესაც რაღაცა მექანიზმი იმუშავებს, რომ ერთი მხრივ ბიუჯეტს არ მოუწევს მუდმივად ესეთი დიდი დანახარჯების გაწევა და მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისთვის უფრო ეფექტურად და ხარისხიანი წამლები, ეფექტიანი და ხარისხიანი წამალზე ხელმისაწვდომობა, მაშინ ეს არის ცალსახად პარლამენტის ფუნქცია და განსხვავებით ცალკეული პროგრამებისა, რომელსაც შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფალი ახორციელებდეს, პარლამენტმა უფრო სისტემური მიდგომით უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა? სცადა პარლამენტმა, თუმცა და განხილვები იყო, თუმცა ბოლომდე ეს საქმე არ იქნა მიყვანილი და ბოლო 1 წელია უბრალოდ გაჩერებულია. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტში პრობლემა არის ფარული ლობიზმის პრობლემა არის და შეიძლება ეჭვი გამოვთქვათ, რომ ვიღაცის ცალკეული ინტერესებით ეს პროცესი არის გაჩერებული, ხო? იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები არის წინ წამოწეული, მართალია ეს სამუშაო დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა კომიტეტის მხრიდან, არიზიარებს ყველა შენიშვნას და ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აქ ჩართული სუბიექტები აწვდიდნენ ხოლმე კომიტეტს. თუმცა გარკვეულ პრობლემებზე არის აქ საუბარი, წამოწეული არის წინ გარკვეული საკითხები, თუმცა არ ვიცით კონკრეტული მიზეზი, ეს პროცესი შარშან ოქტომბრიდან ზუსტად 1 წელია არის გაჩერებული და ეს არის პარლამენტის მხრიდან სისუსტე,
როგორც პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით, ისე აღმასრულებელს რომ მოკითხოს, რატომ არის ისევ ეს პრობლემა და ისევ ამაზე საუბარი და შემდეგ ხო ვიცით რომ ყოველ ჯერზე ეს ხდება პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპეკულაციების საგანიც, რომ ისევ დაპირებებს იძლევიან პოლიტიკური პარტიები, რომ და მათ შორის მმართველი ხელისუფალიც რომ მოაგვარებენ ამ პრობლემას. სრულიად არაადეკვატურს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს ბიზნესთან მიმართებით ეს გაკეთებული და როგორ შეიძლება იყოს ფასები დაჭერილი. ეს საკითხი ნამდვილად იქნება საკანონმდებლო დონეზე განსახილველი და ჩვენთვის საინტერესო და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ დადგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ ველოდებით რომ პარლამენტში იქნება მრავალფეროვნება, მათ შორის ამ მხრივაც და ყოველთვის პირველ ეტაპზე მაინც ამ დაპირებების შემდეგ გაჟღერება მოხდება. მადლობა ეკას, ეკატერინე ციმაგური და დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობდა საქმიანი დილას ეთერში.